ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები ამ ეტაპზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. მიწის მასის გადაადგილება გრძელდება, რის შედეგადაც ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას 45 ოჯახია გაყვანილი, რომლებიც დროებით ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში არიან განთავსებული. დაზარალებული მოსახლეობის ინფორმაციით მათ უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და შემდგომ ნაბიჯებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ხესასმელები თუ გინდათ, წამლები თუ გინდათ, ექიმი ვისაც უნდა ყველაფერი ჩაწერეს და აწირაფ რა იქნება არის. უშუალოდ ტერიტორიაზე შეხვასთან დაკავშირებით თუ გითხრეს რა? მაგი არა, არაფერი არ, ჯერ ვერ შედიან შეით. მიდის. კომპენსაციასთან დაკავშირებით ხომ არაფერი უთქვამს გუბერნატორს ან თქვენს მეერს? იმედები კითხვეს რა იქნება არ ვიცი. იმედები კითხვეს კაი. გუშინ საღამოს იდგა სახლი და დღეს დილას გადაყირავებულია. მე შედის ვერა. გუშინ საღამოს საქონლები გამევიყვანე. ფრიფელი იქნა ჯერ. და გვირეკეს გამოდეთ გარეთო და საბუთებით შევიდებით მარტო და გამევიდით. საშინაო ტანსაცმელით გამევედი. მე და ბავშვებიც სუპელა. სინათლე არ იყო, სინათლე იყო ჩამქრალი და ვერაფერს ვერ ვაგნებდით და ეს სასხა მქონდა გადაკიდებული, გადებიცვი და გამევედი ისაკნას უყველა. 5:30-ზე დაგვირეკა მეზობელმა და გვითხრა, რომ ანუ ხარცოფი მოდისო და სასწრაფოდ გაეცალეთო ტერიტორიას. რა ვიცი, როგორ მოვახერხეთ გამოსვლა, ეხლაც კი მიკვირს, პატარა შვილი მყავს, ავიტაცე ხელში და მთელი ძალით გამოვიქეცით, ჩავსხედით მანქანებში. და წამოვედით, ისიც არ ვიცოდით, რომელი ტერიტორია იყო უსაფრთხო და გავედით უფრო მოშორებით სკოლისკენ. ხა სიბნელე იყო, იქ ვერაფერს ვერ გავარჩევდით, რა სიტუაცია იყო, როგორ იყო და დილით გამოჩნდა სურათი, რამაც ყველა შოქში ჩაგვაგდო. კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით 58 ჰექტარზე არის საუბარი, უზარმაზარი მიწის მასა არის მოწყვეტილი. საბედნიეროდ დაზარალებული, დაშავებულიც კი არავინ არ არის. ყველაზე გულსატკენი მომენტია, რომ ადგილი, სადაც მთელ ბავშვობას გაატარებ, მთელ ცხოვრებას, რომ ესე თვალწინ გინადგურდება ყველაფერი და ეხლა სახლებზე იმდევნად აღარ ვჯავრობთ, აქ უკვე სხვა სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენი წინაპრების საძვალეები არის ძალიან დაზიანებული. მამა 40 დღის წინ გარდამეცვალა, ეხლა ხა მქონდა 40 და მამა სასწავლოდ ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში არის და ჯერჯერობით ხა იქ ისეთი სიტუაციაა, რომ ამოსვენებაზე ამ მიცვალებულების ზედმეტი არის საუბარი. ელოდებიან გეოლოგების დასკვნას, პროცესების განვითარებას, რა იქნება, როგორ იქნება და ამის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეხლა სახლები დავკარგეთ და იმედია, რომ ისე არ მოხდება, რომ ჩვენს წინაპრებსაც ესე დავკარგავთ, რა ვიცი. ეგ სადარდებელი დაგვრჩა რა ვიცი ყველას. იყვნენ მოსულები, ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც იყვნენ მოსულები, სამინისტროსდანაც იყვნენ, ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. გუბერნატორიც იყო მოსული, ჯერჯერობით პროგნოზებს, კომპენსაციაზე, გასახლებაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გვეუბნებიან, იქიდან გამომდინარე, ისინი ელოდებიან გეოლოგების დასკვნას, რა და როგორ იქნება. და ამის შემდეგ იქნება საუბარი, იმიტომ რომ იქ ცხოვრება, შეიძლება სახლი გადარჩეს, ახლა ჩემი სახლი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ბზარები აქვს გაჩენილი, წინ ტერიტორიაზეც მიწა არის დამსკდარი, შესაძლოა გადარჩეს, მაგრამ საცხოვრებლად ის ტერიტორიები, სხვა სახლები შეიძლება გადარჩეს ისე, რომ ბზარი არ ქონდეს, მაგრამ იმხელა მთის მასივია წამოსული, იქ ცხოვრებას არავინ აღარ გარისკავს. მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ სოფლებში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს. ადგილზე მიმდინარეობს ვითარების შეფასება. სტიქიის ზონაში მუშაობენ გეოლოგები, რომლებიც დაახლოებით 58 ჰექტარ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ.
წინასწარი შეფასებით ადგილი აქვს ძვირადღირებული სხეულის რეაქტივიზაციას, მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და რისკის ზონები. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ გეომონიტორინგულ დაკვირვებას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კითხვა დამისვით, დაახლოებით 58-60 ჰექტარზეა საუბარი და ამ ეტაპზე ადგილზე ვრჩებით, რათა სხვა მოსახლეობას თუ პირამის საფრთხე შეექმნება, შესაბამისი ღონისძიებები განვატაროთ. ადგილობრივებს უჭირთ საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ასეთი მასშტაბური მეწყერის განვითარების მიზეზი. მათი თქმით, გარკვეული ნიშნები მანამდეც არსებობდა, თუმცა არა ისეთი მასშტაბის, რომ საფრთხის სერიოზული მიზეზი ყოფილიყო. უბრალოდ გულსათქენია, რომ 45 წელი რო ცხოვრობ ადამიანი იქ ფუსფუსებს საქმიანობ, თითოეული მცენარე გიყვარს, თითოეული ნარგავი გიყვარს, უფრთხილდები და ერთ წამში იფერფლება შენი ბედნიერება, შენი სახლი ნადგურდება, შენი ოჯახი ნადგურდება, თან ნადგურდება ისე რომ ფიზიკურად რა ვიცი მე ვერ მოვესწრები, ჩემი შვილიც თუ ავა და იტყვის რომ აქ ჩვენი ნამოსახლარი იყო, ეს კარგია და ამასთან გარდა კიდე რა მტკივა გულიცი კურსების სასაფლაო გაანადგურა, დაირღვა. კაი ჩვენ ეკომიგრანტები ვართ და ჩვენ მთავრობა გადაგვასახლებს და ჩაგვასახლებს სადმე, მაგრამ ამ სასაფლაოზე შედიოდა ისეთი გვარები, მაგალითად აბესაძეები, გაღმანიშნიანიძეები, ისინი არ არიან ეკომიგრანტები, მაგრამ ეს სასაფლაო ისეთ მდგომარეობაშია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. რომ ალბათ დაიკეტება სავარაუდოდ, ალბათ არ უნდა ეს დაიკეტება, აღარ ინფუნქციონირებს და როგორი გულსათქენია ეს არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ რა ვიცი, ძალიან ჩემთვის 45 წელი სადაც ფეხი ავიდგი, თითო ბილიკი ვიცი, თითო მდინარის ხვა ვიცოდი თითქმის, დღეს მიაკ ყველაფერი გვარცობს და მეწყებს. მდინარე გადაკეტა ახლა კიდე ძალიან ცუდი სიტუაცია არის, არ ვიცი ნახეთ თორემ. დღეს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გეოლოგები ამბობენ ასეთ რამეს, რომ 3-4 დღე კიდე უნდა მოხდეს ეს ქანების, ფილაქნების მოძრაობა და 4 დღის მერე შეწყვეტს მოძრაობასო და რა ვიცი, ნელ-ნელა ჩემი სახლი განადგურებულია, ჩემი ბიძაშვილების სახლი განადგურებულია ფიზიკურად. რაც გუშინ მაგალითად სახლი იდგა ფეხზე სიტყვაზე ვამბობ, კედელი დაცხრილული, დღეს ჩამოშლილი, დანგრეული, მიწასთან გასწორებული. ხო და ძალიან ცუდი სიტუაცია არის. რა ვიცი, ღმერთთან უქმას, რომ დიდი მასშტაბ დამოვიდეს ერთიანად და მდინარის გადაკეტვა მოხდეს, თორემ დიდი კატასტროფა იქნება ქვედა სოფლების აღარო კელათი, რა ვიცი, მოწამეთა. ისეთი სიტუაცია არის, რაც ჩემ ბეროძე ვარ და ბეროძეების უბანში, რაც ბეროძეების უბანში ხდება ისეთი სიტუაცია, დაახლოებით ალბათ 60-70 წლის მერე თუ ეს ნაპრალები და ეს რღვევები თუ გასწორდება და შემდეგ ვიღაც მივა და რაღაცას გააკეთებს და ის რაც მე ჩემი თვალით ვნახე ფიზიკურად მაშველებს ვახდი ის მე არ ვიცი ისეთი რამე არ მინახია 10 მეტრიანი გორები სულ მთელ სიგრძეზე რა ვიცი გზაზე და არ ვიცი რა უნდა ის რო გამოიტანო ხელახლა ჩამოვა მოდის და მოდის არ ჩერდება წარმოიდგინეთ დილას გუშინ სახსალამათი იყო გზა მე ძალიან სულ მდგომარეობაში მე კიდე ძალიან სულ მდგომარეობაში და ახლა მდინარე გადაკეტა კიდე ძალიან დაბრუნების შანსი არა ვერასდროს ვერ დაბრუნდებით ამიტომ მეწვის სული და მეწვის გული. როზობელმა ჭაგაჭრა წელს ზაფხულში და საკმაოდ კარგი წყალი ამოვიდა და დაახლოებით ერთ კვირაში წყალმა შეიცვალა გემო. სხვა უარგისი წყალი გახდა და დღეს ვფიქრობთ ჩვენ ახლა ჩემთან ეს ჭა დაახლოებით ჩემი სახლიდან არის 7 მეტროში და დღეს ვფიქრობთ ახლა და ვამბობთ ეს წყლის გემო რომ წყლის გამო შეცვლა რომ მოხდა სავარაუდოდ მაშინაც მიმდინარეობდა ქვევით რაღაც პროცესები თორემ წარმოიდგინე ახლა ერთი კვირა რო კარგი წყალი ამოდის და სვამ ადამიანი სასმელი ვარგისია ერთი კვირის მერე სულ სხვა სუნიანი წყალი ამოდის ამოწმებ და არა ვარგისი არის ტექნიკური წყალი და
სავარაუდოდ მაშინაც მიდიოდა ეს პროცესები და ერთ კიდე დავამატეთ ჩემი ასახოვისის, სადაც ეს მიწა ჩაიტანა ფაზითელაში მოსაცდელი დგას და იქ მთელი სტუდენტობა მე სოფლიდან დავდიოდი ქუთაისში და იქ ყოველთვის შემოდგომიდან პირგაზაფხულამდე სულ ორთქლი ამოდიოდა, რა ხდებოდა არ ვიცი. სულ ყვამლის სახით ორთქლი ამოდიოდა და სულ მიგვირდა. აი წარმოიდგინეთ გეიზბერი რომ მაგალითად ორთქლს რაღაც ამოუშვებს, ისეთი ორთქლი ამოდიოდა. ხო და რატო ამოდიოდა, რა ხდებოდა არ ვიცი, მდინარეს მხარეს. წარმოიდგინეთ კრუქში თოვლი იყო, თოში იდო, ციცივე იყო და თბილი შედარებით რაღაც ორთქლი ასე ამოდიოდა და რა იყო და როგორ იყო არ ვიცი და ზუსტად იმ ადგილზე სადაც ორთქლი ამოვიდა, იმ ადგილზე მოხდა ეს ძალიან დიდი რღვევები სახელმწიფო გზის. მეწყრული პროცესების შესახებ საუბრობენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუეთშიც. ადგილობრივი მცხოვრების დავით ვარდოსანიძის თქმით, მის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი დაახლოებით 1 თვის წინ განვითარდა, რის შედეგადაც სახლი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვარდოსანიძე ამ ეტაპზე ქირით გაყვანას ელოდება, თუმცა მისი თქმით პროცესი დროში ჭიანურდება. ვიცა თვითონ გაწყვეტილი არის ჩემი სახელის უკან და ჩემი სახლი წასული არის, დაბზარული არის და მერიაში დავწერეთ განცხადება და ორ კვირაში დაგირეკავთო რომ გახვიდეთო ებითიო ქირითო და ქირაზე 300-ს გვაძლევენ. ხო და როის დაანგიცება მაგას არ ვიცით და მე დაფინანსებულიც მოვა კიდე დახმარება 30000 ლარი იქნება, მე მგონი არ ვიცი ზუსტად ამდენი იქნება და მაგით წოდოში იქნება კიდე მაგი არ ვიცი. ჩემი სახლი და ჩემს მობილაბილეთ არის კიდე ერთი. და იგი ჩვენზე ვარეს დღეშია კიდე, იგი ვახსნა დამსხდარი. ეს სადღაც 1 თვე იქნება მაქსიმუმ, მეტი არა. თავიდან პატარა ნავრალი იყო და ვერ გეიზარდა წვიმაში იმატებს კიდე. გეოლოგები იყვნენ მოსულები და არ გაჩერდეთო, მანდო წყალი აქვსო ქვეშო და წყლის ბრალი არის. ხო, წადითო გამოვითო, სადმო წახვიდი ახლა, ვითომ იკრიფება ხეზე პულტი რაღერა არ ვიცი. სოფელ ბუეთზეა საუბარი. კი, სოფელი ბუეთი. კურსებიდან არის 9 კილომეტრში ზევით ტყიბულისკენ. სპეციალისტები სოფელ კურსებში ვითარებას ამ დრომდე სწავლობენ. გეოლოგიური დაკვირვებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად უსაფრთხოა დაზიანებულ ტერიტორიებზე დაბრუნება და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, რათა მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეები მომავალში მინიმუმამდე შემცირდეს. დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა. 107 ოჯახი დარწმუნებულია, რომ მეწყრული პროცესები ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს ძლიერმა აფეთქებებმა გამოიწვია. დაზარალებულები თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და კობახიძის განკარგულების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც მათთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფა განისაზღვრა. გენერალური პროკურატურისგან კი მოითხოვენ გამოძიების ჩატარებას იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყრული პროცესი. ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ, ამიტომ ასეთი სტატუსი ჩვენთვის შეურაცხყოფელია. დარწმუნებულები ვართ, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია. ჩვენ რკინიგზის მშენებლობის გამო დაზარალებულები ვართ. ამიტომ უნდა აღიწეროს ყველაფერი, საცხოვრებელი სახლები, დამხმარე ნაგებობები, სახნავ სათესი სავარგულები და საკომპენსაციო თანხაც ამის მიხედვით განისაზღვროს. 112 დაზარალებული ოჯახიდან მხოლოდ 5-მა მოაწერა ხელი, რომ ეკომიგრანტია და გამოყოფილ 30000 თუ 50000 ლარს მიიღებს. არავინ იფიქროს, რომ ფულის გულისთვის ვდაობთ. ჩვენთვის მთავარია სიმართლე დადგინდეს. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. პროკურატურამ საქმე აღძრა და გამოკითხვაზეც ვიყავით. დაგვპირდნენ, რომ საქმეს ადგინზე შეისწავლიან და სოფელში მოვლენ. სასამართლოსა და პროკურატურაში თუ ვერაფერს მივაღწიეთ, აუცილებლად საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ. ტყუილს სიმართლედ არავის გავასაღებინებთ. ამბობს ადგილობრივი მარადი გელაშვილი გამოცემასთან ჩემი ხარაგაული. ცნობისათვის 2025 წლის მაისში ღვერკსა და ხემაღალში გააქტიურებული მეწყერი დაახლოებით 68 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული გეოლოგიური კომპანიის დასკვნით, აღნიშნული მეწყერი საქართველოში დაფიქსირებულ ყველაზე მასშტაბურ პროცესებს შორის შედის და საერთაშორისო კლასიფიკაციით ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი კატეგორიის ფარგლებში ხვდება. სპეციალისტების შეფასებით ფერდობზე მეწყერი კვლავ აქტიურ ფაზაშია და მისი ბუნებრივი სტაბილიზაცია უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრიკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცება დამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვეყანაში პლასმასის ბოთლების მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება. 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება იკრძალება. 2027 წლის 1 თებერვლიდან ასეთ ბოთლებში სასმელების წარმოება გარდა ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის აღარ იქნება ნებადართული. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აკრძალვები არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვადასხვა სასმელებზე. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ადამიანის ჯანმრთელობის რისკებს შეამცირებს. საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად ახორციელებს სურსათას შემხებლობაში პლასმასის პროდუქციის, პლასმასის ნაკეთობების ეტაპობრივ შემცირებას. 1 ივლისიდან აიგზალება სარესტორნო ქსელში და სასტუმროების ქსელში პლასმასის ბოთლებში შეთავაზება მოხმარებლისთვის. 2027 წლის 1 თებერვლიდან იგზალება პლასმასში განთავსებული სასმელების იმპორტი, წარმოება და შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ ექსპორტის მიზნებისათვის. შეეხება სასმელ წყალს, სასმელი წყალი შესაძლებელი იქნება 3 და 3 ლიტრის ზევით პლასმასის ასე ვთქვათ ჭურჭელში ჩამოსხმა, ხოლო სხვა სასმელები არის 20 და 20 ლიტრის ზევით. საერთაშორისო პლატფორმები, რომლის აქტიური წევრიც არის საქართველო და ეს პლატფორმები და მექანიზმები მიზნად ისახავს მსოფლიოში პლასმასით დაბინძურების აღმოფხვრას. სწორედ აი ამ ამბიციურ გეგმებს საქართველო აქტიურად უერთდება. ძალიან დიდი არის დაბინძურებაში პლასტმასის მასალების წილი და განსაკუთრებით ეს ერთჯერად პლასმასებს და ასევე ეგრეთ წოდებულ პიიტი ბოთლებს ეხება. გარკვეული ზონები მისაღები არის პლასმასის დაბინძურების პრევენციის მიმართულებით და სწორედ ამიტომ მომდევნო ნაბიჯი გახდათ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო.